ოკუპირებულ ცხინვალში საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 10 დღეა სეპარატისტული რეჟიმის ტყვეობაშია. ცხინვალის ეგრეთ წოდებულმა სასამართლომ მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით გაფრინდაშვილი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებითაა დაკავებული. თავად ქართველი ექიმი კი ეგრეთ წოდებული სამართალდამცავების მიერ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ წარდგენილ ბრალს კატეგორიულად არ აღიარებს და ამბობს, რომ ის ქართულ მიწაზე იმყოფება. ექიმის დაკავების ფაქტს დაუყოვნებლივ მოყვა რეაქცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან და შესაბამისი განცხადებები გაკეთდა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართა. ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მძიმე კრიზისია შექმნილი და დღეს ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო. დაკავებულია ცნობილი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რეგიონში თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად ჩავიდა. საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოუწოდებ, რომ გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა ოკუპირებულ რეგიონში გამოსწორდეს ვითარება და უმოკლეს დროში გათავისუფლდეს ქართველი ექიმი. შერგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილი ერთგვარი სიმბოლოა იმისა, თუ რა მთავარი გამოწვევა აქვს ქვეყანას და რა უნდა დავძლიოთ აუცილებლად. მისი ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლება რამდენიმე დღეში მოხდება. ჩვენ ყველა უწყება ვართ ჩართული იმაში და ერთადერთი მოთხოვნით, რომ მოხდეს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, მისი გათავისუფლება მოხერხდება რამდენიმე დღეში, უახლოეს დღეებში და რა თქმა უნდა, ეხლა ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს და დაუბრუნდეს ვაჟა მის ოჯახს და რა თქმა უნდა, მის პროფესიულ საქმიანობას, რომელსაც ის ასრულებს, ყოველთვის მაღალ კვალიფიციურად მკურნალობდა მოგეხსენებათ, როგორც ოს პაციენტებს, ისე აფხაზ პაციენტებს და რა თქმა უნდა, მას აქვს ჰიპოკრატეს ფიცი, ადამიანური ღირსების და მოქალაქეობრივი პრინციპებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე შეძლებს საკუთარი საქმიანობის გაგრძელებას. ამ საკითხს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს ხდომაზეც გამოეხმაურნენ. მე მინდა გამოვეხმაურო სამაგალითო მამულიშვილის, პროფესიონალის და ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტს. სამწუხაროდ, ეს ადამიანი დააკავეს მაშინ, როდესაც ის განსაცდელში ყოფ ადამიანებს ეხმარებოდა. ეს რა თქმა უნდა არის გაუგონარი ბოროტება და ამით საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე და კიდევ ერთხელ გაემიჯნა თავარ ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლება და ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს და საზოგადოებას, თავის საქმეს და ახლა სწორედ მისი გათავისუფლებისთვის ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და გვჭირდება ერთიანობა. პირადად ვიცნობ ძალიან კარგად ამ ადამიანს და მან აჩვენა ბოლო დღეებში გმირობის ნამდვილი მაგალითი, გმირობისა, რომელიც ჩვენი შვილებისთვის უნდა იყოს სამაგალითო. და რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს და აკეთებს კიდევაც იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე ეს ადამიანი იყოს თავისუფალი. ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტი დაგმო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ექიმი ხელმძღვანელობს წმინდა ჰუმანიტარული მოტივაციით და პასუხისმგებლობით. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ სისტემატიურად ირღვევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები, მათ შორის თავისუფლად გადაადგილების უფლება. ვგმობთ ზემოაღნიშნულ ფაქტს და დარწმუნებულები ვართ, რომ საერთაშორისო მექანიზმების და ყველა მხარის აქტიური ჩართულობა გამოიღებს შედეგს და საოკუპაციო რეჟიმი დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს უკანონოდ დაკავებულ პატიმრობაში მყოფ ვაჟა გაფრინდაშვილს. ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლების საქმეში ჩართულია ცენტრალური ხელისუფლების ყველა შესაბამისი სტრუქტურა. ინფორმირებულია საერთაშორისო საზოგადოება, თუმცა მცდელობას ჯერჯერობით შედეგი არ მოყოლია. ქვეყნის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს კოლეგას და ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად თეთრი ხალათების აქცია გაიმართა. თავისუფლება ვაჟა ექიმს იყო აქციის ერთადერთი და უმთავრესი მოთხოვნა.
ექიმები არიან თავისუფალი, ყოველგვარი პოლიტექნოლოგიებისაგან და მინდა გითხრათ, რომ ექიმები საზღვრებისგანაც თავისუფალი არიან და ყველა ექიმს აქვს მისი უმთავრესი ვალდებულება, მისი ფიცი დადებული, რომ გაუწიოს მომსახურება ნებისმიერ ადამიანს. დღეს ამაყივა, რომ მისი კოლეგა ვარ და მისი თანამედროვე ვარ, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ექიმის საქციელი, ეს არის ჭეშმარიტად საქართველოს მოქალაქის საქციელი. მან ძალიან ბევრი საზღვარი წაშალა თითოეული ჩვენთაგანის საზღვრებაში. არ ნახული, არ გაგონილი პრეცედენტია, როდესაც ექიმს აკავებენ, ექიმები საერთოდ თვათ საზღვრების გარეშე, იმიტომ რომ ავადმყოფს არ გააჩნია არც რელიგია, არც სქესი ამ შემთხვევაში, არც რაღაცა კუთვნილება. ექიმები შედიან ცხელ ზონებში, კონფლიქტის ზონაში. აქციას დაკავებული ექიმის ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. დუმა რეაქცია გვაქვს, ნახეთ რომ არავის სიტყვით არ გამოსულა. ეს არის სოლიდარობის აქტი ექიმების, ვაჟას, კოლეგების, მისი მასწავლებლების და მისი მოსწავლეების. ჩვენი მთავარი მიზანი დღეს რატომაც დაიგეგმა ეს თეთრი ხალათების აქცია არის მშვიდობიანი გზით ხმა მივაწვდინოთ და გამოხატოთ ჩვენი პროტესტი უკანონო დაკავების ფაქტის გამო. 9 ნოემბრის შემდეგ ვაჟა გაფრინდაშვილი მამაჩემი დაკავებულია ცხინვალის რეგიონში და ვითხოვთ მის განთავისუფლებას. დაკავებული ქართველი ექიმის შვილი ირინა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ეგრეთ წოდებულმა უსაფრთხოების კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის კაპიტანი იყო და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამხედრო მოქმედებებში. ეს ინფორმაცია არის ტყუილი. 2008 წლის ომის დროს ვაჟა გაფრინდაშვილი ღუდუშაურის საბადმყოფოში იმყოფებოდა და მკურნალობდა როგორც ქართველებს, ასევე ოსებს და რუსებს. განმარტავს ირინა გაფრინდაშვილი. 18 ნოემბერს კი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულეს. დატყვევებულ ექიმს გადაეცა ოჯახის წერილი, რომელსაც წერილობითვე უპასუხა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ცნობაში განმარტებულია, რომ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ორგანიზაციის ვიზიტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განეხილება დაკავებაზე პასუხისმგებელ მხარესთან, დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას ითხოვენ საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ვაჟა გაფრინდაშვილი. ესტონეთის სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ოკუპანტების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გამოეხმაურა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რა გააკეთა რუსეთმა და ამ რეჟიმებთან ერთად დღემდე როგორ აგრძელებს მოქმედებას. ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკის შესახებ. რაც მოხდა, ეს ეხება ინდივიდუალურ პირს და ასახავს რუსეთის ქმედებების მძიმე შედეგებს. ვიმეორებ, რომ ალიანსის წევრებს აქვთ ინფორმაცია. ყველა მიცის რაც ხდება. ორგანიზაციის ინდივიდუალური წევრი სახელმწიფოები და ევროკავშირი ჩართულნი არიან პროცესში. მათ აქვთ საქართველოში საელჩოები და მათთან გვაქვს მჭიდრო კონტაქტი. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მომხდარს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ და გვაქვს იმედი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდება საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება. ქართველი ექიმის დაკავების ფაქტზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილეს წერილით მიმართა, სადაც ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე საუბრობს. თქვენო უწმინდესობაო, მოგესალმებით ქრისტეს მიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო. ჩვენ გულის ტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზოლიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ამჯერადაც ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ასეთი ვითარება ჩვენ საზოგადოებაში სამართლიან დიდ უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს. ამ ფონზე მეტად უარყოფითად იმოქმედა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში ცხინვალის რეგიონში ყირგიზეთსა და არქტიკაში მყოფ რუსულ სამხედრო ნაწილებში 3 წლით ჯარის მეთაურების დასახმარებლად გსურთ მიავლინოთ სასულიერო სასწავლებლების ახლად კურსდამთავრებული მოწყვრები. რუსეთის ეკლესია ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, ამიტომაც ჩვენთვის გაუგებარია ამგვარი განაცხადი და იგი მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს ყველას.
საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე მიუღებელია ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენი ნებართვის გარეშე სხვა რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა გაგზავნა როგორც სამხედრო, ისე ჩვეულებრივ საერო სივრცეში სამოღვაწეოდ. ასეთი ქმედება ძაბავს და ამწვავებს ვითარებას. ვიმედოვნებთ შესაძლებლობისამებრ მიიღებთ ზომებს ჩვენს სახელმწიფოთა ხალხთა და ეკლესიათა შორის ურთიერთობების ნორმალიზებისათვის. გისურვებთ ჯანმრთელობას და შემდეგ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში.